TV4-ის ეთერშია კვირის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება ქრონიკის დაიჯესტი. რუსთავში რუსთავ ქალაქობა 2025 აღინიშნა. ქალაქის დღესასწაული რუსთავის თავისუფლების მოედანზე გაიმართა და მრავალფეროვანი საბავშვო გასართობი პროგრამით მთელი დღის განმავლობაში იყო დატვირთული. საღამოს კი რუსთავ ქალაქობის მთავარი სცენა ანსამბლმა რუსთავმა დაიკავა. კონცერტი ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა და საქართველოს კულტურის სამინისტროს და რუსთავის მერიის ორგანიზებით გაიმართა. რუსთავ ქალაქობას რუსთაველები ყოველი წლის შემოდგომაზე აღნიშნავენ. საოცარი განწყობა იყო მთელი დღის განმავლობაში რუსთავის მთავარ მოედანზე. კიდევ ერთხელ ულოცავ ჩემს ქვეყანას და ჩემს ქალაქს, სვეტიცხოვლობას, ულოცავ რუსთაველებს, რუსთავ ქალაქობას. ანსამბლი რუსთავის მთავარი ღონისძიება სიმბოლურია დღეს. ანსამბლი რუსთავი ამ დღევანდელი დღით კიდევ უფრო დიდი გეგმებით ბრუნდება რუსთავში. ჩვენ ამ ღონისძიებით არ ვასრულებთ ამ შემთხვევაში ქალაქ რუსთავთან ურთიერთობას. ჩვენ დავგეგმეთ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი სამომავლო ურთიერთობები, რომელიც გულისხმობს საგანმანათლებლო მიმართულებას, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ანსამბლი რუსთავი ქალაქ რუსთავში დაარსებს ფილიალს, სადაც ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს, რომ შეისწავლოს ქართული ხალხური სიმღერა, ქორეოგრაფია, ასევე საკრავიერი ნიმუშები, განსაკუთრებით უნდა მოვიწვიოთ ზრდასრულები, რომლებიც რეალურად ძალიან მალე შემდეგ იქნებიან მთავარი შემადგენლობის წყარო ამ შემთხვევაში, რომელიც გააძლიერებს ანსამბლ რუსთავის საკონცერტო შემადგენლობას. ეს არის ქალაქი დიდი ისტორიით და აი ამ მოედანზე ეს ძალიან ლამაზად გაცოცხლდა ამ შესანიშნავი კონცერტით და რაც ყველაზე მთავარია იმ განწყობით, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ სცენაზე და რა თქმა უნდა მაყურებელი იძლევა საუკეთესო მუხტს იმისა, ისეც როგორიც რუსთავს ეკუთვნის. ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული ანალიზი და ვფიქრობთ, რომ გამონაკლისი სპეციალობების გარდა უნდა გადავიდეთ 3+1 სისტემაზე, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს და 1 წელი დაეთმობა მაგისტრატურას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციის დროს განაცხადა. მისივე თქმით, როგორც ბაკალავრიატს, ასევე მაგისტრატურას უნდა ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანები, რაც დღეს არ არის უზრუნველყოფილი. ასევე ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ სწავლების ხანგრძლივობა სხვადასხვა ფაკულტეტზე სპეციალობაზე არ ეფუძნება რაიმე სიღრმისეულ ანალიზს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, თავის დროზე დამკვიდრდა გარკვეული სისტემა და ამის შემდეგ არავის უფიქრია გადაეხედა სწავლების ხანგრძლივობისათვის. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გამოწვევები არის სერიოზული, რაც გამოწვევები კონკრეტულ პრობლემებზეც აისახება და ერთ-ერთი ფაქტორი, რაც იწვევს მაგალითად მიგრაციას ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში, არის სწორედ უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა. მისივე თქმით, ძალიან ხშირად ახალგაზრდები არჩევენ სწავლას საზღვარგარეთ და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება და გამოსწორება უმაღლესი განათლების სისტემაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად მერაბ კოსტავას ახლად რეაბილიტირებული მემორიალური სახლ-მუზეუმი დაათვალიერა. განახლებულ მუზეუმში დაცულია ეროვნული გმირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი უნიკალური მასალა. მათ შორის მერაბ კოსტავას პირადი ნივთები, მემორიალური ავეჯი, ბიბლიოთეკა, ხელნაწერები და ფოტოარქივიც. რეაბილიტაციის შედეგად მუზეუმის ფართობი გაიზარდა და ის აღიჭურვა უახლესი ტექნიკითა და ტექნოლოგიებით. ასევე შეიქმნა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცე და ფონდსაცავი, რაც მუზეუმში დაცული 20,000-ზე მეტი ექსპონატის სათანადო შენახვას უზრუნველყოფს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათში თბილისსა და რეგიონებში 47 ნარკორეალიზატორი დააკავა. ნაწილს ნარკოტიკების რეალიზაცია, ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვა. უკანონო რეალიზაციის მცდელობა და ხელშეწყობა ედება ბრალად. ბრალდებულებს 20 წლამდიან უვადო პატიმრობა ელით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქის გაძევება განხორციელდა. ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებული იქნა ინდოეთის, თურქეთის, ჩინეთის, პაკისტანის, თურქმენეთის, ერაყის, ეგვიპტის, აზერბაიჯანის, იორდანიის და ჩადის ჯამში 26 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. ამ და სხვა სიახლეებს ნახავთ TV4-ის ოფიციალურ ვებგვერდსა და Facebook გვერდზე, რომელიც მუდმივად განახლებად რეჟიმში მუშაობს.